პირველი, რისი გაკეთების საშუალება გვექნება ჩვენ პარლამენტში, ანუ შეიძლება იქ რაღაცა გეგმის შექმნა, რა დონის ზემოქმედება შესაძლებელი იქნება კანონმდებლობაზე, ეგ თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხალხზე, რა რაოდენობის მანდატებსაც მოგვანიჭებენ და რა, ასე ვთქვათ, წონაც გვექნება პარლამენტში, იქიდან გამომდინარე არის, ასე ვთქვათ, უპრიანი გარკვეული გეგმების დასახვა. ანუ ჩვენ 10 დღეში გვეცოდინება უკვე ქართველმა ხალხმა რა წონის მანდატები მოგვანიჭა, ანუ რამდენი კაცი თავარ წარმოდგენილი პარლამენტში და აქედან გამომდინარე სხვადასხვა რაღაცის კეთების საშუალება შეგვეძლება. მე ვილაპარაკებ როგორი არის კონსერვატიული მოძრაობა ალტინგოს ხედვები, ანუ ჩვენ რომ გქონდეს დავუშვათ სრული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია, ანუ მთლიანად ჩვენ რო წვეთდეთ, ჩვენთვის იდეალური ვარიანტი როგორი იქნებოდა და პარლამენტში რო ვიქნებით, რისკენ ვიმოძრავებთ, ანუ რა პრინციპების გატარებას ვეცდებით. აი ეს შემიძლია ჩამოვაყალიბოთ. პირველი, თქვენ ვთქვით, რომ საქართველოს არ არის ახლა ოპტიმალური მმართველობის ფორმაში, საქართველოს ნაირი ქვეყნისთვის საჭირო არის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი და არა საპარლამენტო რესპუბლიკა. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი იყოს არჩეული, ეს იყოს პასუხისმგებლობის მქონე პირი და არა, დავუშვათ, მეორადი, მესამე რგოლის მიერ რაღაცა შიდა პარტიული გათვლებით არჩეული პირი. ან ეხლა გვაქვს მოსამლობა, როცა თუ ბიზინა ივანიშვილს ხასიათზე გაეღვიძებათ დილას, ქვეყნის პირველი პირი იცვლება. რამდენჯერმე ვნახეთ, ხო? არა და ფაქტიურად ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, საკვანძო რგოლი. ჩვენ ვემხრობით, რომ